კიდევ ერთხელ აღინიშნა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელიც გვაქვს ქართული ჯანდაცვის სისტემაში, უბრალოდ მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და თქვა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ჩემს მადლიერებას პრემიერ-მინისტრის მიმართ, რომლის პირადი ჩართულობით და პირადი გადაწყვეტილებით იქნა გახდა შესაძლებელი ამ მედიკამენტზე ცვლომა, რომ ქონოდათ ქართულ პაციენტებს ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, ვინაიდან უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ფაქტორებს და ყველაფერი ამის ხედველობაში მიღებით, საბედნიეროდ გახდა შესაძლებელი, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. ეს უკავშირდებოდა მათ შორის წამლის უსაფრთხოებასთან, წამლის გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ასპექტებს და ასე ვთქვათ, საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების შემდეგ საბედნიეროდ ეს წამალი აგერ უკვე ძალიან ახლო მომავალში გახდება უშუალოდ ხელმისაწვდომი ქართველი პაციენტებისთვის. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს პრაქტიკულად საქართველო, როგორც აღნიშნა პრემიერ-მინისტრმაც, იქნება ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებს შორის, ვინც გახადა საკუთარ სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ხელმისაწვდომი ეს მედიკამენტი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის და ეს არ არის, რა თქმა უნდა, მარტივი საქმე არც ერთი თუნდაც ისეთი სახელმწიფოსთვის, რომელსაც საქართველოსთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი ფინანსური პოტენციალი და შესაძლებლობები გააჩნია. რეალურად ძალიან ბევრი სახელმწიფოა, რომელიც თავს იკავებს ამ მედიკამენტის შეძენისგან, ბევრ მიზეზს შორის კიდევ არის დასახელებული, მათ შორის ფინანსური ნაწილიც და ვფიქრობ, რომ ეს ალბათ მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორია ამ საკითხზე მსჯელობისას. ითქვა აგრეთვე იმასთან დაკავშირებით, რომ ახლო მომავალში დასრულდება მოლაპარაკება მეორე მედიკამენტის შეძენასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ასევე ძალიან ახლო მომავალში, ალბათ აი უახლოეს დღეებში გვექნება შესაძლებლობა, რომ გამოვაცხადოთ უკვე მომდევნო გადაწყვეტილებაც დიუშენის მართვასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ამ დაავადების მართვის პროგრამის გაფართოების თვალსაზრისით. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად მიმდინარეობს და წარიმართა ბოლო პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობა მშობელთა ორგანიზაციასთან. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ჩვენ როგორც ადრეც აღვნიშნავდით. დაახლოებით 2 წელიწადია, ცოტა უფრო მეტი, რაც ძალიან ისეთი ახლო და ისეთი თანამშრომლობა ჰქონდა მშობელთა ორგანიზაციასთან, ჰქონდა არაერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯიც ამ მიმართულებით, თუმცა ბოლო პერიოდში იყო გარკვეული წყვეტა და საბედნიეროდ ეს პრობლემა დღეისათვის აღმოფხვრილია, შესაბამისად ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის. აქ ჩართულები არიან ბუნებრივია კლინიცისტები, ექიმები, რომელთა ჩართულობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი იქნება ასევე მომწოდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაც იმისთვის, რომ რაც შეიძლება ეფექტიანი იყოს თვითონ ამ მედიკამენტის გამოყენება პაციენტებისთვის. მომავალი გვაჩვენებს, თუ როგორი იქნება მომდევნო შესაძლებლობები ამ პროგრამების გაფართოების და ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ეს თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო ამბავი იქნება, რომლის თაობაზეც დღეს ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.